გამარჯობა. ეს არის აზროვნების სახელოსნო და მე ვარ გიორგი ბარამიძე და დღეს მინდა გესაუბროთ ავტომატური აზროვნების შესახებ. ეს ტერმინი ცნობილი ტერმინია, სხვაში არც მოიაზრება მასში, ხოლო მე ისე წარმოადგენ ამას, როგორც მე მესმის და როგორც მე მისი ადგილი, ასე ვთქვათ, აი მოვლენის ადგილი, რაც მასში მოიაზრება, მე დავაკვირდი ამას ჩემ თავში, ანუ მე შეგახსენებთ, რომ მე ვარ თვითმხილველი, მე ვარ შინაგანი დამკვირვებელი, ხო? და მე ამ შინაგან დაკვირვებაში ხედავ ავტომატურ აზროვნებას, ისე რომ მე მას შემიძლია უწოდოს სხვაგვარად თვით დინებაზე მიშვებული აზროვნება. რა არის აზროვნება? რა არის აზრი, რომელიც არის თვით დინებაზე მიშვებული? ანუ მე ასეთ მდგომარეობაში აზრის დაკვირვება და საკუთარი თავის დაკვირვება მაძლევს თუ არა რაიმეს განსხვავებულს, რაც აქამდე იყო ლაპარაკი, ამის განსხვავებულს მაძლევს თუ არა თვითონ აზროვნების და აზრის როგორც ასეთის შესახებ. და ეს თვითდინებაზე მიშვებული აზროვნება ნიშნავს ჩემი აზრით ნიშნავს იმას, რომ მე ასე მგონია, ნიშნავს იმას, რომ აზრი აქ ფიქრი თუ გნებავთ თვითონ მოიაზრებს თავის თავს. ჩემი ასე ვთქვათ შინაგანი რომელიმე მეს გარეშე, მაგრამ ამგვარ აზროვნებას რაღაც პარალელურ მოვლენად ჩემში ახლავს რაღაცა ნაირსახეობა, კიდევ ჩემი ნაირსახეობა, ჩემი მე, ასე ვიტყვი, კიდევ რომელიც ყველაფერს ამას აკვირდება. და დაახლოებით აი ესეთი მდგომარეობა იქნება, რომ ესე იგი ეს თვითდინებაზე მიშვებული აზრი, ანუ რომელსაც სხვანაირად მე შემიძლია დავარქვა უშუალო აზრი თავის უშუალობაში, იმიტომ რომ ამაში მე არ ვერევი და არც ერთი ჩემი მე არ ერევა, როგორც მე მგონია, როგორც მე ვხედავ, ამიტომ ის უშუალობით ხასიათდება. ბევრი ფიქრობდა და ბევრი ახლაც ფიქრობს ისე, რომ აზროვნება სწორედ ის არის, როცა ესე იგი ეს აზრის ეს უშუალობა დაძლეული იქნება და მოხდება, ასე ვთქვათ, ამაღლება სხვა დონეზე, სადაც უფრო ეს მდინარება, აზრის ეს მდინარება მიიღებს აბსტრაქციის ხასიათს, მოწყდება ანუ თავის უშუალობას და გახდება განყენებული, ასე ვთქვათ, იმ საფეხურზე, რომელიც შემდეგ აგვიყვანს უმაღლეს დონემდე და აი სწორედ იქ გახდება საცნაური ის თუ რა არის აზროვნება, მაგრამ მე რა თქმა უნდა არ მაძლევს ჩემი შინაგანი გამოცდილება და ჩემი თვითდამკვირვებელი მე არ მაძლევს საშუალებას, რომ ამ გზით ვიარო, იმიტომ რომ მე საამისოს ვერაფერს ვერ ხედავ ჩემში, რომ მე უნდა დავძლიო ვიდა თუ არა ეს უშუალობა. პირიქით ყველაფერი იმაზე მიმიტითებს, რომ სწორედ ამ უშუალობაში უნდა დავრჩე, რომ ეს
ასე ვთქვათ დენა, ეს დენა, აზრის ეს დენა, ფიქრის ეს დენა იყოს ბუნებრივი და ახლოს იყოს ყოველდღიურობასთან, მაგრამ მე მაინც არ ვიტყვი იმას, რომ ამას ყველაფერს მე უნდა ვაკვირდებოდე, ზოგი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს მე უნდა ვაკვირდებოდე აწმყოში, ანუ აი ამ წამს და აქ და ახლა ესეთი ფორმულა არსებობს, ხომ? აქ და ახლა. ნუ ამის შესახებ რა თქმა უნდა მე ცალკე რამდენიმე საუბარი მაქვს მოფიქრებული, რომ ამ საკითხებზე ესე იგი ვისაუბრო თქვენთან ერთად და შევხედო მას ჩემი შინაგანი გამოცდილების ასე ვთქვათ თვალით, ხო? მაგრამ ეხლა აწყოზე მოგახსენებთ, რომ თუ ესე აზროვნება არის მდენი, ანუ მდინარება, ანუ სვლა, ანდა პროცესი, ხო? მაშინ რა თქმა უნდა მას ახასიათებს უწყვეტობა, ანუ ეს დროსთან არის დაკავშირებული და აქ მოიაზრება, ასე ვთქვათ, უწყვეტი დრო, უწყვეტი ნაკადი, ახლაების უწყვეტი ნაკადი, ხო? და თუ მინდა ესე იგი რომ აი ამ წამს რაც ვიფიქრე და უშუალოდ აი რაც დავინახე ამ დინარებაში, ამ წამს ის ასე ვთქვათ აღუნუსხო, მე სხვა საშუალებას ვერ ხედავ ჩემში. თუ არა იმას, რომ მე ვიქცე ფოტოგრაფად, ანდა უშუალოდ ოპერატორად, ხო? და სხვათა შორის ეს ტერმინები, რომელსაც ახლა მე ვიყენებ, ეს ცალკე საუბრის თემებია, ფოტოგრაფიაზეც, კინოზე, თეატრზე და ასე შემდეგ. ჩვენ გვექნება საუბრების ციკლი, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ყველა ამ მოვლენაზე და რო არ გამიწყდეს აზრი, ისე მიუბრუნდები იმასაც ვამბობდი და ვიტყვი, რომ მაშინ აზრის ცოცხალი მდინარება, ხო, რომლის ნაწილადაც მე უნდა აღვიქვა საკუთარი თავი და მინდა ეს ჩემი სურვილია, რომ მე ამაში ვღებულობდე ყველაფერში მონაწილეობას და არ ვიყო გარეგანი დამკვირვებელი, ხო? მაშინ გამოდის, რომ მე უნდა დავკმაყოფილდე იმ აწმყო წამის ფოტოთი, ხო, გამოსახულებით, ფოტო გამოსახულებით, ხო, ანდა კადრით, მოდი თუ კინემატოგრაფიული ტერმინით ვიტყვით, ხო, უნდა დავკმაყოფილდე იმით და ის კიდე არის ესე იგი მკვდარი იმ თვალსაჩინით, რომ ის არ არის ცოცხალი იცნობიერება, ჩემი ცოცხალი იცნობიერება, ისეთი რამ არის და უშუალოდ ეს ფოტო, ეს გამოსახულება, რომელიც ჩემში ჩნდება, ხო, ისეთი რამ არის, რომელიც მე შემდეგ ჩემი მთელი ძალისხმევით მე უნდა ვცადო, რომ ის გავაცოცხლო, ავამოძრავო და ასე შემდეგ, ხო? ანუ და მე ამასთან ერთად მიჩნდება განცდა და ვფიქრობ იმაზე, რომ და ვამჩნევ ამას, რომ ესე იგი იმ დროს, როცა მე ამ აწმყოს მდგომარეობას ვაკვირდები და რა ხდება აი ამ წამს ჩემს თვალწინ მინდა ის მოვაქციო და უშუალოდ ჩემი თვალთახედვის არეში, ხო? ამ დროს აი ამ ჩემს უკან, ანუ რომელი მეც აი ამას საკეთებ, ჩემს მიღმა, ჩემს ზურგს უკან, უბრალოდ რომ თქვა, ხო, ჩემს უკან მე ვგრძნობ, რომ დრომ უწყვეტად ჩაიარა, რომ დრო არ გაჩერებულა, ანუ ეს ახლაების, ასე ვთქვათ, კრივი, ნაკადი არ შეჩერებულა, ხო? და თუ ეს ასეა და თუ მე არ მატყუებს ჩემი შინაგანი, ასე ვთქვათ, დამკვირვებელი,
მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მე დავშორდი იმას, რასაც ცოცხალი ნაკადი ქვია, აზრის ცოცხალი ნაკადი ქვია, აზრის უშუალობა ქვია, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი გადავიდა ნამყოში, ანუ წარსულში. დაახლოებით აქ ისეთი ვითარება არის, აი რომ მე ასე მგონია, რომ ისეთი მდგომარეობა, აი როგორიც გვაქვს ჩვენ, როცა ვხედავ ტელევიზორში მოძრავ სტრიქონს, ხო? მოძრავი სტრიქონი არ ჩერდება, ის საიდანღაც მოდის და სადღაც მიდის. ჩვენ არ ვიცით, თუ ჩვენ არა ვართ ამ საქმის სპეციალისტები, ხო? და მე ნამდვილად არა ვარ. მე არ ვიცი, მე ასეთი გამცდა მაქვს, რომ ჩემი ცნობიერებაც ასე მოქმედებს. ანუ საიდანაც მოდის ეს ნაკადი, ეს ახლაების ნაკადი, ახლა მოდის და გადადის, ისე იგი, ანუ ტელევიზორის ეკრანის სხვა მხარეს, მეორე მხარეს ქრება, უჩინარდება, ხო? უჩინარობიდან გამოდის და ასევე უჩინარობაში იკარგება, ქრება, ხო? და მე როგორც დამკვირვებელს, ანუ სულ მიჩნდება სურვილი, ანუ თვით დამკვირვებელს, ანუ თვით მხილველს, ხო? მე მიჩნდება სურვილი, რომ შევიწვრიტო, აი ასეთი სურვილის გამჩენია უნდა ვაღიარო, ხო? რომ გამჩენია, რომ აბა ერთი ნახოთ, სად მიდის ეს მოძრავი სტრიქონი, ან საიდან მოდის, ხო? და თუ ამას ამ მოდელს მე ჩემს შინაგან მდგომარეობას მოვარგებ, ხო? მაშინ ჩემი სურვილი ასეთ სახეს მიიღებს, რომ მე მინდა, მე მსურს შევიწვრიტო იქ, საიდანაც ეს ნაკადი მოდის და საიდანაც ეს ნაკადი მიდის, ხო? და ეს სურვილი მით უფრო მძაფრია, როცა მე ვაცნობიერებ, ხვდები იმას, რომ აწმყო როგორც ასეთი, მე ვფიქრობ და ჩემი თვითმხილველი მე ფიქრობს, ხო? რომ აწმყო როგორც ასეთი შეიძლება იყოს ილუზია, ხო? შეიძლება იყოს ილუზია, შეიძლება იყოს მოჩვენება, იყოს ფანტომი და არ იყოს რეალობა, სინამდვილე. არ იყოს სინამდვილე. ასევე ეხლა არ მინდა ამ საკითხზე განვაგრძო მსჯელობა, თუ არა აქ შეიძლება და 2-3 სიტყვის თქმა, აქ, აი ამ გაგების, ამ ტერმინის შესახებ, აქ, რასაც ქვია აქ, ხო? და შემდეგ უკვე აქ და ახლა, როგორც პრინციპი, რომელმაც უნდა დაგვამაგროს ჩვენ აწმყოში. ანუ დაგვამაგროს იქ, სადაც ჩვენ არასდროს არ ვიმყოფებით. აწმყოში ჩვენ არასდროს არა ვართ. და აი ეს რაღაცა ჩემი დამკვირვებელი მესთვის ეს რაღაცა უშუალოდ ახირებულ სურვილს შეიძლება გავდეს ჩემი შინაგანი დამკვირვებლისთვის, ხო? იმდენად რამდენადაც აწმყო არის მოუხელთებელი, ანუ მას ვერ მოიხელთებ, ხო? და ვერც ესე იგი გაცნობიერების, ანუ დანათების, დაშუქების, რა ქვიან, საშუალებით კი შეიძლება იქ რაღაცა ეს ნაკადი, მისი რომელიმე წერტილი განათდეს, გაშუქდეს, ხო, მაგრამ ჩვენ მის დამაგრებას ვერანაირად ვერ შევძლებთ. ანუ ეს იმას ენიშნება, იმის ტოლფასი იქნება, რომ ჩვენ დრო შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის აქვს და მეც როგორც ერთ-ერთ მათგანს, ერთ-ერთ ადამიანთაგანს, ხო? ჩემ რომელიმე მეს, მაგრამ რომელს მე გამიჭირდება ამის თქმა, ყოველ შემთხვევაში იმას არა, რომელიც ამ ყველაფერს ხედავს ჩემში. ხო? და არ ვიცი ახლა იმ
მეს მე რა დავარქვა, რომელიც ყველა სხვა მეებზე მაღლა დგას, ხო და რაღაცა ყველაფერს ხედავს და მას ვერავინ ვერ ხედავს, ანუ ჩემი სხვა მეები მას ვერ ხედავს, ხო, მაგრამ ის ყველაფერს ხედავს. მაგრამ კიდევ უფრო საოცარია და კიდევ უფრო მეტი მე მაგალითად მაც ვიფიქრე ის ამბავი, რომ ეს რაღაცები, რაზეც ახლა მე ვცდილობ რომ ვისაუბრო, ხომ? ისე იგი ხდება ყოფით მეში, ჩემს ყოფით მეში. აი ახლა მე ვზივარ აი ამ ეკრანის წინ და ჩემი ანუ მთელი აღნაგობით, ასე ვთქვათ, როგორც სხეულებრივი, ისე დაუშვათ სულიერი აღნაგობით, ხო? მე ვარ ასე ვთქვათ, მე ჩემ თავს განვიცდი აი აქ ახლა ამ ყოფით სიტუაციაში, განვიცდი როგორც ასე ვთქვათ გამოცდილებისეულ არსებას, ხო? ცდისეულ არსებას, ხო? მე შემიძლია საკუთარ თავს შევეყო, ხო? ასე ვთქვათ და რაც მე არ შემიძლია გავაკეთო, დაუშვათ შეხედით მე ვერასდროს ვერ შევეხები დაუშვათ იმ მეს და იმ მებს, რომელიც ჩემში იგნით არის, ჩემში არის, მე ასე ვიტყოდი და ჩემში და ჩემი და მე და აი ასე ტერმინებს რო ვახსენებ, მე მინდა ესე იგი გაგახსენოთ თქვენს, რომ მე შემოგთავაზეთ, ასე ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ჩაგვესვა ფრჩხილებში, ვიდრე ჩვენ არ გავიგებთ თუ მართლაც და რა არის საქმის არსი, რა არის აზრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვამბობ, რომ მე არ ვიცი რა არის აზრი. ხო, მე არ ვიცი რა არის აზრი. მაგრამ რაღაცა მე არის ჩემში კიდე, რომელიც ამბობს, რომ მე ეს ვიცი. ხო? ეხლა რომ ესე იგი ამას თუ გავაანალიზებ მე და ამაზე თუ დავფიქრდები, მე მაშინ შეიძლება ასეთი აზრი დამებადოს, ან ჩემს რომელიმე მეს დაებადოს ასეთი აზრი, ხო? რომ ეს ყველაფერი ესე იგი ეს ვიცი, არ ვიცი, აი ეს ტერმინები, აი ეს სიტყვები, ყველაფერი არის ბუნდოვანი, ორაზროვანი და უფრო მეტიც მრავალაზროვანი, ხო? ამიტომ მე ჩემი შინაგანი დამკვირვებელი, ანუ მე როგორც თვითმხილველი, ხომ ვერანაირად ვერ დაეთანხმება იმას, რომ აი ახლა ამის შემდეგ რაც მე ასეთ რაღაცებს დავაკვირდი ჩემს თავში, ვერანაირად ვერ დავეთანხმები და ვერცერთი მე ვერ დაეთანხმება იმას, რომ აზრი და აზროვნება უნდა იყოს ცხადი და გარკვეული, ხო? ანუ თუ ეს არის მოწოდება იქეთკენ, რომ დაუშვათ ჩვენ სწორედ ჩვენს გონით ცხოვრებაში ვიაროთ იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი გავხადოთ ცხადი და გარკვეული, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა წაგებულია, თავიდანვე წაგებულია, იმდენად, რამდენადაც არაფერი ჩემში და თქვენ თავსაც აი ასე თვითმხილველის ასე ვთქვათ პოზიციიდან დააკვირდებით, შეიძლება თქვენც მიხვიდეთ ამ მდგომარეობამდე, რომელსაც მე ვცდილობ ახლა რამენაირად ანგარიში გაუწიო და გავითვალისწინო, ხო? ესე იგი საქმე ის არის, რომ პირიქით ყველაფერი ბუნდოვანებისკენ მიდის, ყველაფერი ნისლოვანებისკენ მიდის და ეს სწორედ ეს ნისლოვანება, ეს ბუნდოვანება, როგორც ჩემი აი შინაგანი დამკვირვებელი განიცდის, ხო? არის სწორედ ის, რაც მიბიძგებს
იმისკენ რომ ვისაუბრო, ან ვიაზროვნო, მაგრამ აი არ ვიცი რა არის ეს აზროვნა, მაგრამ ეს სიტყვები ისე არის ჩემში, რომ მე ამად გარეშე ვერ ვახერხებ იმის გამოთქმას, რასაც საითკენაც მინდა რომ წავიდე იქეთკენ. მე კიდევ ერთხელ ამას ვახსენებ, იმიტომ რომ წინა საუბრებშიც გარკვეულწილად ამას შევხედავით, ხო? ვიტყვი რომ ჩემი ამოცანა მოცემულ მდგომარეობაში, როცა მე საგონებელში ვარ ჩავარდნილი, ხო? და მე არ ვიცი საით წავიდე, როგორ წავიდე, ხო? და ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს სწორედ საფუძველი იმისა, რომ მე ვერ ჩემმა ასე ვთქვათ შინაგანმა სამყარომ ამას ვერ გაუძლოს, ხო? და ეს გადაიქცეს დაუშვათ გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია, შინაგანი კონფლიქტების აზრით მოგახსენებთ ამას, ხო? აი გადაიზარდოს ყველაფერი ამაში. ეს არის როგორც მგონია, ეს არის სურვილი, ხო? სურვილი იმისა, რომ დავინახო უხილავი, ანუ აი ტელევიზორის მაგალითი როგორ და მოძრავის რექორდის მაგალითი რო გავიხსენოთ, იგი საიდან მოდის ეს დაუშვათ ეს წკრივი, რასაც მე ვხედავ და სად ქრება მერე ის და ჩემი ცნობიერების ეკრანზე დაუშვათ საიდან მოდის ის და სად მიდის, სად ქრება. აქედან გამომდინარე მე ახლა ნება მეგობრებთ ამით დავასრულო ჩემი საუბარი და გამოვაცხადო შემდეგი საუბრის თემა. შემდეგი საუბარი იქნება ხედვა და აზრი. მადლობა.